არ ბევრმა ადამიანმა იცის Buffalo Calf Road Woman-ის შესახებ, რომელიც იყო ჩრდილოელი შეიენის მეომარი და ცხოვრობდა 1870-იან წლებში, როცა აშშ-ის მთავრობა დიდ ვაკეებზე მსხორებ ადგილობრივ ხალხებს ასახლებდა. მაგრამ ჩვენ მეტი უნდა ვიცოდეთ მასზე, რადგან სწორედ ის იყო პასუხისმგებელი ლეიტენანტ ჯორჯ გასტერის მოკვლაზე 1866 წელს Little Bighorn-ის ავსახსენებელ ბრძოლაში. ცოტა რამ არის ცნობილი იმ ქალის წარსულსა და ადრეულ ცხოვრებაზე, რომელიც მოგვიანებით ცენტრალური ფიგურა გახდა ვაკის ინდიელების განადგურების და ამერიკის მთავრობის მათ წინააღმდეგ ომის ყველაზე ცნობილ მოვლენებში 1870-იან წლებში. Buffalo Calf Woman-ი, რომელსაც ასევე უბრალოდ Buffalo Calf Women-ს ან თუნდაც Brave Women-ს ეძახდნენ, სავარაუდოდ 1840-იან ან 1850-იანი წლების დასაწყისში დაიბადა. ის იყო ჩეიენის ტომის წევრი, რომელიც დიდი ვაკის მკვიდრი ხალხია. მე-19 საუკუნეში ჩეიენი მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალრიცხოვანი ამერიკელი აბორიგენი ხალხიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ დიდ ვაკეზე. ეს არის ფართო ტერიტორია ამერიკის კონტინენტზე, რომელიც დასავლეთით ვრცელდება დიდი ტბებიდან და მოიცავს თანამედროვე აშშ-ის შტატებს: კანზას, ნებრასკას, ჩრდილო და სამხრეთ დაკოტას, ასევე კოლორადოს, აიოვას, მინესოტას და მონტანას ნაწილებს, აგრეთვე კანადის იმ ნაწილებს, რომლებიც დაკოტასა და მონტანას ჩრდილოეთით მდებარეობს. დიდი ვაკის აბორიგენ ხალხთაგან ყველაზე გამორჩეულები იყვნენ სიუ, რომლებიც იყოფოდნენ ჯგუფებად, მათი დიალექტების მიხედვით: ლაკოტა, დაკოტა და ნაკოტა. იმ დროს, როდესაც Buffalo Calf Road Woman-ი დაიბადა, დიდი ვაკის ყველა ეს აბორიგენი ხალხი მხოლოდ იწყებდა გრძნობას იმ ადამიანების, მათთვის დამპყრობელთა ყოფნას, რომლებიც აღმოსავლეთიდან შემოიჭრნენ მათ მიწებზე. მე-19 საუკუნის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა თავისი საზღვრები ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან, დიდი ტბების რეგიონში. და როდესაც ისეთი ქალაქები როგორიცაა ჩიკაგო სწრაფად იზრდებოდა, ამერიკელი და ევროპელი კოლონისტების ჯგუფები კიდევ უფრო დასავლეთისკენ, დიდი ვაკისკენ მიემართებოდნენ ახალი მიწების საძიებლად. ეს დიდი ვაკის ინდიელებისთვის დასაწყისი იყო დასასრულისა. პირველი სერიოზული დაპირისპირების ნიშანი აშშ-ის მთავრობისა და დიდი ვაკის მკვიდრ ხალხებს შორის 1854 წელს მოხდა, როცა Buffalo Calf Road Woman-ი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ეს იყო პირველი სიუების ომი, რომელიც 1844-1856 წლებში მოხდა. შემდგომი დაპირისპირებები 1860-იან წლებში მოხდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ ვერ შეასრულა შეთანხმება, რომელიც სიუების ზოგიერთ ტომთან გააფორმა, რათა მათ ვაშინგტონისთვის მიწების ნაწილი დაეთმოთ ფართო კომპენსაციის სანაცვლოდ. ყველა ეს დაპირისპირება გამწვავდა 1862 წლის შემდეგ, როდესაც მონტანაში ოქროს ციებ-ცხელება დაიწყო და ათასობით მაძიებელი დიდი ვაკეების გავლით მიემართებოდა Grasshopper Creek-ისა და Elder Gulch-ის მიმართულებით, სადაც მონტანაში ოქროს არსებობის შესახებ ჭორები ვრცელდებოდა. ბოლოს 1868 წელს შემდგომი არეულობების შემდეგ Fort Laramie-ის ხელშეკრულება გაფორმდა აშშ-ის მთავრობასა და დიდი ვაკეების მრავალი ადგილობრივი ტომის წარმომადგენლებს შორის. ამ ხელშეკრულებით დაკოტასა და ვაიომინგში მდებარე შავი ბორცვები ძირძველ ხალხებს დაუთმეს, ასევე რამდენიმე სხვა რეზერვაცია ნებრასკასა და მონტანაში. მაგრამ ხელშეკრულებამ მხოლოდ დროებითი მშვიდობა მოიტანა და Buffalo Calf Road Woman-ი მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებოდა, როდესაც კონფლიქტი 1870-იან წლებში განახლდა. 1870-იანი წლების შუა პერიოდში Buffalo Calf Road Woman-ი უკვე დაქორწინებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირადი ცხოვრების და ისტორიის დეტალები 1876 წლამდე ძალიან მწირია, ვიცით, რომ ის დაქორწინდა კაცზე სახელად Black Coyote და მათ ორი შვილი ჰყავდათ. ეს ბავშვები სავარაუდოდ 1870-იანი წლების დასაწყისში ან შუა პერიოდში უნდა დაბადებულიყვნენ, როგორც Buffalo Calf-ის შესახებ ალბათ ოდნავ რომანტიზებული აღწერა მიუთითებს. მოგვიანებით აღწერენ მას, როგორც 1876 წელს ომში მიმავალს, ზურგზე ჩვილი ბავშვით. მოვლენები, რომლებმაც Buffalo Calf Road Woman-ი ცნობილ პიროვნებად აქცია, 1874 წელს დაიწყო. იმ წელს აშშ-ის მთავრობამ ექსპედიცია გაგზავნა ბისმარკიდან, ჩრდილოეთ დაკოტაში, შავ ბორცვებში. მათი მიზანი იყო აქ ფორტის დასაარსებლად შესაფერისი ადგილის პოვნა, რეგიონის შემდგომი შესწავლა და ასევე მომგებიანი ოქროს მოპოვების შესაძლებლობის გამოკვლევა. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ლეიტენანტ პოლკოვნიკი ჯორჯ Armstrong Custer-ი, ადამიანი, რომელიც 2 წლის შემდეგ ცუდი მიზეზებით გახდა ცნობილი.
1874 წელს შავბორცვებში ექსპედიცია ფორტ ლარამის ხელშეკრულების დარღვევა იყო, მაგრამ სიუები და დიდი ვაკეების სხვა ხალხები მაშინვე არ გამოეხმაურნენ. ამის ნაცვლად მათ მოქმედება შემდეგმა მოვლენებმა აიწულა. ექსპედიციის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავბორცვებში დიდი რაოდენობით ოქრო იყო და რამდენიმე კვირაში გამდიდრების მსურველი მაძიებლები და სპეკულანტები შავბორცვებში მიაწყდნენ. თავდაპირველად სიუთომის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სცადა მოლაპარაკება აშშ-ს მთავრობასთან და ვაშინგტონში გაგზავნეს თავიანთი უფროსი ბელადები, Red Cloudy და Spotted Taily. მათ ითხოვეს, რომ შეჩერებულიყო ახალმოსახლეების ნაკადი შავბორცვებში. მაგრამ სხვები მოლაპარაკებებით აღარ იყვნენ დაინტერესებულნი. ასე მოხდა, რომ ორი ბელადი, Sitting Bull და Crazy Horse, სიუებისა და ჩეიენების კონფედერაციას 1866 წელს, სიუებისა და ჩეიენების კონფედერაციას აშშ-ის მთავრობის წინააღმდეგ ომში გაუძღნენ. დიდი სიუების ომი, როგორც ის ცნობილია, Buffalo Kelp Road Women-ის გამოჩენას მნიშვნელოვან ფიგურად გამოავლენდა. ომის პირველი მნიშვნელოვანი დაპირისპირება, სადაც Buffalo Kelp Road Women-ი გამოჩნდა, იყო როზბადის ბრძოლა, რომელიც 1866 წლის 17 ივნისს მონტანას ტერიტორიაზე გაიმართა. აქ დაახლოებით 1000-დან 2000-მდე სიუ და ჩეიენი შეეჯახა, დაახლოებით 900 ამერიკელ ჯარისკაცს, რომელსაც გენერალი George R. Crookey ხელმძღვანელობდა, როზბად კრიკის მახლობლად. რამდენიმე საათის განმავლობაში წყვეტილი ბრძოლა გაგრძელდა და სიუ და ჩეიენი ცდილობდნენ კრუკის ჯარისკაცებზე შეტევას, სანამ დროებით უკან დაიხევდნენ. თუმცა საბოლოოდ კრუკმა უპირატესობა მოიპოვა და სიუ და ჩეიენი უკან დაიხიეს. შემდეგ მოულოდნელად Buffalo Kelp Road Women-ი კრუკის ძალების წინააღმდეგ დაბრუნდა ცხენით. მისი ძმა, ცნობილი ჩეიენი მებრძოლი, Belody Comes in Scythe, დაჭრილი იყო და ბრძოლის ველზე დარჩებოდა, თუ რამეს არ მოიმოქმედებდნენ. Buffalo Kelp Road Women-მა თავისი ძმა აიყვანა და უსაფრთხო ადგილას წაიყვანა ცხენით. ბრძოლის აღწერილობები მიუთითებს, რომ ამ ქმედებამ სიუ და ჩეიენი გაამხნევა და მომდევნო საათებში კრუკი იძულებული გახდა ტაქტიკური უგანდახევა განეხორციელებინა და დახმარებას დალოდებოდა. მისი ქმედებების პატივსაცემად, დიდ ვაკეებზე მცხოვრებმა ხალხმა ეს ბრძოლა იცოდა როგორც ბრძოლა, სადაც გოგონამ თავისი ძმა გადაარჩინა. როზბადის ბრძოლა მხოლოდ წინა სიტყვაობა იყო დიდ სიუების ომის უფრო ქვადაღებულ შეტაკებამდე. პირველი ბრძოლის შემდეგ, დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, 1866 წლის 25 ივნისს Sitting Bull-მა და Crazy Horse-მა 2000-დან 2500-მდე მებრძოლი განათავსეს. სიუ და ჩეიენის ინდიელები Little Bighorn-ის მდინდინარის გასწვრივ Crows ინდიელთა რეზერვაციაში, მონტანას სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. Buffalo Kelp Women-ი მათ შორის იყო და ისინი ჩასაფრებულები ელოდნენ. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა თავად ლეიტენანტ პოლკოვნიკი ჯორჯ კასტერი, იგივე ამერიკელი სარდალი, რომელმაც 1864 წელს Black Hills-ში ექსპედიცია ჩაატარა, რამაც საბოლოოდ დიდი სიუების ომის დაწყება გამოიწვია. კასტერსთან ჰყავდა მე-7 საკავალერიო პოლკი, დაახლოებით 700 კაცით, მაგრამ ამ დღეს კასტერი სერიოზულ შეცდომას დაუშვებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია სიუებისა და ჩეიენების ძალაზე ამ ტერიტორიაზე, მან თავისი დანაყოფი გაყო. ეს რომ დაინახეს, Sitting Bull-მა და Crazy Horse-მა კასტერზე და მის მცირე დანაყოფზე შეტევა ბრძანეს. მათ ალყაში მოაქციეს მომდევნო ჩასაფრებაში და საბოლოოდ კასტერი და მისი 268 ჯარისკაცი მოკლეს, რაც ამ ბრძოლას დიდ ბრწყინვალე გამარჯვებად აქცევს, რომელიც დიდი ველების ძირძველმა ხალხებმა აშშ-ს არმიაზე მოიპოვეს. სადაც Buffalo Kelp Road Women-ი ჩნდება. ამ ამბავში ეხლა მიიჩნევა, რომ სწორედ მან მოკლა კასტერი. მიუხედავად ამისა, კასტერის ბოლო ბრძოლა, როგორც ის ამერიკულ ისტორიულ ტრადიციაშია ცნობილი, სინამდვილეში მხოლოდ აშშ-ს კანონმდებლობის ნაწილია. სინამდვილეში ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით იმის შესახებ, რა დაემართა კასტერს, რადგან იქ მყოფი თითქმის ყველა ამერიკელი მოკლული იყო და ერთადერთი გადარჩენილი მოწმეები სიუ და ჩეიენი იყვნენ. მაგრამ 2005 წელს შოკის მომგვრელი გამჟღავნება გაკეთდა. ჩეიენთა უხუცესმა, სახელად Frank Rowland-მა, მონტანას გაზეთ Independent Records უამბო Little Bighorn-ის ბრძოლის შესახებ, რომ ბელადებმა თქვეს, დუმილის ფიცი 100 ზაფხული უნდა შეგვენახა.
ახლა უკვე 100 ზაფხული გავიდა და ჩვენ ვარღვევთ ჩვენს დუმილს. მან განაგრძო მოკოლა თუ როგორ ელოდნენ ბრძოლის კიდეებზე. რამდენიმე ქალი მებრძოლი, როცა ბაფალო ქაფ რუმენმა წინ წაიწია და ჯოხით ჩამოაგდო კასტერი ცხენიდან, ალბათ მას გადაუარეს ან დაცემისას თავი დაარტყა, რადგან ამბობდნენ, რომ სწორედ მან მოკლა იგი. ამგვარად ბაფალო Calf Road Women's საკუთარი ადგილი აქვს ამერიკის ისტორიის ანალებში, როგორც ქალს, რომელმაც კასტერი მოკლა მის უკანასკნელ ბრძოლაში. ამის შემდეგ Little Bighorn-ის ბრძოლა გახდებოდა იმ ომების ყველაზე ცნობილი ეპიზოდი, რომლებიც აშშ-ს მთავრობასა და დიდი ვაკეების მკვიდრ ხალხებს შორის მიმდინარეობდა. თუმცა საბოლოოდ სიუებისა და ჩეიენების დიდი გამარჯვება Little Bighorn-ის ბრძოლაში მათი წარმატების პიკი აღმოჩნდა დიდ სიუების ომში. როდესაც კასტერის ადამიანების დამარცხების ამბავი მთავრობამდე მივიდა, შემოდგომაზე რეგიონში დამატებითი ძალები გაგზავნეს. როდესაც 1867 წლის გაზაფხულზე სამხედრო კამპანიები გაგრძელდა, კონფლიქტში ჩართული რამდენიმე ტომი მთავრობის წინაშე დანებებას იწყებდა. 1867 წლის სექტემბერში Crazy Horse-ი დააკავეს და მოკლეს. Sitting Bull-ი თავისი მიმდევრების ნაწილთან ერთად ჩრდილოეთ საზღვარს გადაცდა და კანადაში გადავიდა. 1878 წლისთვის ომი დასრულდა და ბევრი მონაწილე ახალ ინდიელთა რეზერვაციებში გადაასახლეს. ჩეიენთა დიდი ნაწილი, მათ შორის Buffalo Calf Road Women-ი, მისი ქმარი Black Coyote და მათი ორი შვილი, სამხრეთით ოკლაჰომაში გადაასახლეს. და სწორედ აქ მათი დატყვევება გახდება მიზეზი იმ უკანასკნელი ეპიზოდის, რომელიც ცნობილია ქალის ცხოვრებიდან, რომელმაც Little Bighorn-თან კასტერი მოკლა. ოკლაჰომის რეზერვაციაში მალევე დაიწყო წითელას ეპიდემია, რომელმაც ჩეიენთა მოსახლეობამ მნიშვნელოვნად შეამცირა. შესაბამისად, 1878 წლის აგვისტოში ბელადებმა დაიწყეს თავიანთი ხალხის ორგანიზება, რათა ჩრდილოეთით წინაპართა მიწებზე დაბრუნებულიყვნენ. შედეგად, 8 სექტემბერს მათი ბელადები, Little Wolfie, Doll Knife, Wild Hoggy და Left Handy დაახლოებით 350 ჩეიენს რეზერვაციიდან ჩრდილოეთისკენ გაუძღნენ. მათ შორის იყვნენ Buffalo Calf Road Women და მისი ოჯახი. ეს მოგზაურობა ჩრდილოელი ჩეიენების გამოსვლის სახელით გახდა ცნობილი. ჩრდილოეთ ჩეიენების ექსოდუსი საბოლოოდ წარმატებით დასრულდა. მთავარი ჯგუფი დაბრუნდა ჩრდილოეთში და საბოლოოდ ფედერალურმა მთავრობამ მათ მონტანაშაში მიწები გამოუყო, სადაც დარჩენის უფლება მისცეს. მაგრამ Buffalo Calf Road Women-ი და მისი ოჯახი იქ ვერასდროს მივიდნენ. გზაში მისი ქმარი Black Coyote ჩაერია კამათში სხვა კაცთან, სახელად Black Crane-ი და ესროლა და მოკლა. შედეგად ის და მისი გაფართოებული ოჯახის წევრები, მათ შორის Buffalo Calf Road Women-ი, ჯგუფიდან გააძევეს. მათი საბოლოო დაღუპვა მოხდა 1879 წლის გვიან გაზაფხულზე. იმ დროს ისინი ჩართულნი იყვნენ ინციდენტში მიცბა კრიკთან, აშშ-ის რამდენიმე ჯარისკაცთან. შედეგად ახლო მდებარე Fort Keogh-დან ჯარისკაცები გამოაგზავნეს და 1879 წლის 10 აპრილს მცირე ჯგუფი დააკავეს და მონტანას Miles City-ში გაგზავნეს. იქ Black Coyote მკვლელობაში დაადანაშაულეს და დამნაშავედ ცნეს, რის შემდეგაც მასთან ერთად ჯგუფის კიდევ 3 მამაკაცთან ერთად სიკვდილით დასასჯელად დანიშნეს ივნისის დასაწყისში. Buffalo Calf Road Women-ი კი ამდენ ხანს ვერ იცოცხლებდა და Miles City-ში დაპატიმრებულმა დასალური დაავადება შეეყარა, რომელსაც მისი ორგანიზმი ვერ გაუმკლავდა. ყველაზე სავარაუდოდ დიფტერია ან მალარია. Black Coyote-მ თავი ჩამოიხრჩო რამდენიმე დღით ადრე, სანამ მისი სიკვდილით დასჯა შესრულდებოდა. ამგვარად, ქალი, რომელმაც Little Bighorn-თან კასტერი მოკლა, ისე გარდაიცვალა, როგორც ბევრი სხვა ადგილობრივი ამერიკელი. არა ბრძოლის ველზე, არამედ ერთ-ერთი იმ მრავალი დაავადებიდან, რომელიც ამერიკაში ევროპელი წარმოშობის ხალხმა შემოიტანა. გმადლობთ ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. Buffalo Calf Road Women-ზე. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. მომწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მის ცხოვრებაზე. თუ გაქვთ რაიმე წინადადება, ისიც დაწერეთ კომენტარებში. იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რათა ყველა ჩემი ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. სულ ეს იყო ჩემგან, ასე რომ მომავალ დავიწყებულ ცხოვრებაში ისევ გნახავთ. გმადლობთ.